კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან. კვიპროსული მედია ქეცბაიას გათავისუფლების მიზეზებზე წერს. ზურიკო დავითაშვილის თამაში სალაჰის საუკეთესო პერიოდს შეადარეს. ვოლკანოვსკიმ თოფურიაზე ისაუბრა, როგორ შეიცვალა ის ქართველთან მარცხის შემდეგ. ეს და სხვა სპორტული სიახლეები ჩვენს დღევანდელ ვიდეოში. როგორც იცით, ინფორმაციის მოძიება, ფორმულირება და ვიდეოთ ჩამოყალიბება საკმაოდ შრომატევადია. თქვენ კი ძალიან მარტივად 2 წამში შეგიძლიათ ეს შრომა დააფასოთ. დააჭირე ლაიქის ღილაკს, ჩვენი მიზანია 1000 მოწონებაზე ასვლა და ასევე გამოიწერე არხი. ეს არის ფუტვიჟენი. კომფორტულად მოკალათთით. დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ მეცი გასავარდნ ზონაშია და ფრანგული გუნდი კარგ შედეგებს ვერ აჩვენებს, გიორგი წიტაიშვილი ნაყოფიერად ასპარეზობს. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელი მეცის იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილმა იანვრის თვეში 4 მატჩი ჩაატარა და 4-ვეჯერ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. უკლებლივ ყველა შეხვედრაში თავის გუნდში გამორჩეული იყო. ასევე შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილის პარი სენ-ჟერმენის კარში გატანილი გოლი მეცის დეკოსნების შემტევი თავისუფალი აგენტი იქნება. ზურიკო დავითაშვილი მიმდინარე სეზონში სენტ-ეტიენის ლიდერად მოგვევლინა. მის დიდებულ თამაშზე ფრანგი ჟურნალისტი გრეგ კოტრე წერს, რომლის სიტყვებსაც კლუბთან დაახლოებული გამოცემა აქვეყნებს. თავდაპირველად დავითაშვილის სენტ-ეტიენში მოსვლა რისკებთან იყო დაკავშირებული. დღეს კი ეჭვი აღარავის ეპარება, რომ მისმა ტრანსფერმა გაამართლა. ის ლიგა 2-ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. ქართველ ფეხბურთელში ის უნარი მაოცებს, რომ უბრალო მომენტებიდან გოლს იტანს. ის თავისი გუნდის შეტევების მამოძრავებელი ძალაა. მის სახელს გულშემატკივრები ყველაზე ხშირად სკანდირებენ. მას ყველაზე კარგად დრიბლინგი გამოსდის და ზოგჯერ ის სალაჰის საუკეთესო პერიოდს მახსენებს. ზურიკოს თამაშების ყურება სიამოვნებაა. ნებისმიერ დროს თამაშის შედეგის შეცვლაც შეუძლია. არ შემიძლია რომ არ დავეთანხმო ამ ჟურნალისტს, რადგან ზურიკო დავითაშვილი მართლაც დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩემი აზრით დაუფასებელი. როგორ ფიქრობთ, ზურიკო დავითაშვილი დაფასებული ფეხბურთელია თუ დაუფასებელი? კვიპროსული მედია ანორთოსისიდან თემურ ქეცბაიას გათავისუფლების შესახებ წერს და ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი ქართველ სპეციალისტსა და კლუბის პრეზიდენტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გახდა. სააგენტო თემა სპორტი წერს, რომ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში შროლანკასთან მარცხის შემდეგ თემურ ქეცბაია და კლუბის პრეზიდენტი კირიაკოს პრასტიტისი ერთმანეთს გასახდელში შეხვდნენ და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რამაც ქართველი სპეციალისტის გათავისუფლებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ასევე სხვა გამოცემები წერენ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ქეცბაია ჯერ კიდევ ანორთოსისის მწვრთნელი იყო, კლუბი პარალელურად ფარულ მოლაპარაკებებს მაურო კამორანეზისთან აწარმოებდა, რომელიც ფამაგუსტელთან მწვრთნელი უნდა გამხდარიყო და საბოლოოდ ასეც მოხდა. ხელმძღვანელებმა გუშინ თემურ ქეცბაია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, დღეს კი მთავარ მწვრთნელად მაუროს დანიშნვის შესახებ გამოაცხადეს. UFC-ს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ თავის YouTube არხზე დიეგო ლოპესთან რემატჩი შეაფასა. თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და ილია თოფურიასაც შეეხო. თავს კარგად უგრძნობს, სახსრები ოდნავ მაქვს დასიებული. მაიამიში რაც გადავიტანე, იმასთან შედარებაც არ არის, მაგრამ მოვიტყუები, რომ თქვა საერთოდ არაფერი მჭირს თქო. რამდენიმე ეპიზოდში ფეხებში ძლიერი დარტყმები მივიღე სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ არა უშავს. რამდენიმე დაჟეჟილობა და ნაკაწრი მაქვს. ფეხი და ხელებიც ცოტა დამიზიანდა, თუმცა ოქტაგონზე როცა ადიხარ, იცი რომ დაშავდები. ამას ემატება ის ტრაუმებიც, რომლებიც საწვრთნელი ბანაკიდან ბრძოლამდე მოგყვება, მაგრამ მთლიანობაში თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ ვიდრე მაიამის შემდეგ. ყოველი გამარჯვება შესანიშნავი შეგრძნებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რთულ საწვრთნელ ბანაკს გადიხარ. ამ ყველაფრის გადალახვა და სასურველი შედეგის მიღწევა ყოველთვის სასიამოვნოა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ დავიცავი ტიტული, ქამარი კიდევ ერთხელ მოვიგე და ამის კიდევ ერთხელ გაკეთება უბრალოდ ფანტასტიკურია. ძალიან ამაყივა, რომ 37 წლის ასაკში კვლავ შემიძლია იმის კეთება, რასაც ვაკეთებ. ეს დაუჯერებელია. რა შეიცვალა თოფურიასთან მარცხის შემდეგ? უცნაურია და სრულიად გულწრფელი ვიქნები. ნოკაუტით მარცხის შემდეგ ბრძოლაში ისე ვეღარ შედიხარ და ოქტაგონზე ისე აღარ ფიქრობ როგორც ადრე. ახლა ჩემთვის ბევრად
რთულია იმის გასჯა, თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა. გაცილებით დიდ ყურადღებას ვაქცევ იმას, რასაც ჩემი მეტოქი აკეთებს. მარცხმა ყველაფერი შეცვალა. შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში დიეგო ლოპესიმ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა. რაც შეეხება ილია თოფურიასთან ბრძოლას, დიდებული და მატადორი ერთმანეთს 2024 წლის თებერვალში შეხვდნენ და მაშინ ქართველმა მებრძოლმა ნოკაუტით გაიმარჯვა, რითაც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობაც იზეიმა. Newell's Old Boys-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხუან მანუელ მედინამ დაადასტურა, რომ არგენტინული კლუბი ცდილობს ლიონელ მესი ბავშვობის კლუბში დააბრუნოს. მედინას განცხადებით კლუბი, ქალაქ როსარიოს მერია, რეგიონული ხელისუფლების ორგანოები და არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია 2027 წლის იანვარში მესის ნიუელსში დაბრუნებაზე ერთობლივად მუშაობენ. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც MLS-ში რამდენიმე თვიანი პაუზა ცხადდება. ხუან მანუელ მედინას თქმით, მეტი კონკრეტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაა. თუმცა კლუბი და FA თანხმდებიან, რომ მესის გადასაბირებლად ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და კონკურენტული გარემოს შექმნაა აუცილებელი. ცნობისთვის მესის არაერთხელ უთქვამს, რომ ოდესმე სიამოვნებით დაბრუნდებოდა მშობლიურ კლუბში, რომლის ღირსებასაც ბარსელონაში გადასვლამდე იცავდა. არგენტინელს ივნისში 39 წელი შეუსრულდება. გასულ სეზონში მან ინტერ მაიამიში 28 მატჩში 29 გოლი გაიტანა, 19 საგოლე პასი მიითვალა და კლუბს ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოუტანა. არგენტინის ნაკრების კაპიტანი ფლორიდულ კლუბთან კონტრაქტით 2028 წლამდეა დაკავშირებული და ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს იღებს, რასაც რა თქმა უნდა ნიუელსი ვერ გაწვდება. თუმცა არგენტინულ კლუბში იმედოვნებენ, რომ ემოციური ასპექტის გათვალისწინებით ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელი გახდება. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან მაგარია, მაგრამ მე პირადად მირჩევნია, რომ მაგალითად თუნდაც ძალიან მოკლე დროით, მაგრამ ბარსელონაში დაბრუნებულიყო, ეს ბევრად ნოსტალგიური და კარგი პერიოდი იქნებოდა. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მივახლოვდა. დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც პატარა ნაწილი მაინც იყო თქვენთვის საინტერესო ან სასარგებლო. მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი, მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდები სიახლეებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.